აჭარისწყლის მცხოვრებლებს გაყალბებული საკუთრების დოკუმენტის გამო მიწას იაფად ათმობინებენ დავა სასამართლო გადაწყვეტს. Როგორ მუშაობს სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეები გამათბობლების შემოწმებას უფრო ინტენსიურად ითხოვენ. საღამოშვიდობისა ეთერში მაცეს თავარი საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებს თეონათ რუმაინძე გაგაცნობთ. აჭარისწყლის მოსახლეობას ესების მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები საკუთრების ამადასტურებელი გაყალბებული დოკუმენტების გამო მიწის იაფად დათმობას თხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების წინ გადაცემული საკუთრება სადავ გაუხდათ მოქალაქეების ინტერესს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი იცავს. აჭარისწყლის გამგეობის შენობაში თურქული კომპანია აჭარა ენერჯი 2007-ის წარმომადგენლები იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომელთაც უჩივიან. საუბარი გამგეობის შენობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. გარეთ დარჩენილი მიწის მფლობელები ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ მათ საკუთრებაში მყოფ მიწებს დატბორვა ემუქრება, თუმცა კომპენსაციის გადახდას თურქები არ ჩქარობენ. მირვეთი არის ორ ნაწილად გაყოფილი, ერთი ზე და მეორე ქვედა, რომელიც იტბორება ნამდვილად. ხო და რაღაცას მასხრობენ 20 ლარს მოგცემთ, ნახევარი იტბორება, სწორ ადგილზე. ნაპირი მაღალია, აქეთ დაბალია და წყალი შვაგზაში როგორ გაჩერდება, ეს მაინტერესებს. შეხვედრის შემდეგ დარბაზიდან გარეთ გამოსულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ თურქულმა მხარემ მათ არჩევნების წინ დაკანონებული საკუთრების საბუთების გაყალბების შესახებ აცნობა. მიწების კანონიერ საკუთრებაში დამტკიცებას კი იმ პირობით დაჰპირდა, რომ შემდეგ იგივე მიწებს მინიმალურ ფასად 20 ლარად აჭარა ენერჯი 2007-ს მიჰყიდნენ. თვითონ გვეუბნება, რომ დაგეხმარები ჩვენ გაგიკეთებთო, ამბრეს ჩვენ გაგიკეთებთო, თქვათ რომ გაგიკეთო. მე აი პროცენტს ხომ მე მეითხოვენ და შეიძლება გადამიხადოს ლარ ნახევარი. მე მაქვს მაგალითად 1500 მეტრო. 1500 მეტრო იტრო ბივცემე 20 ლარში საუნდა წევიდე. აი დოკუმენტების საბუთები ხელმეორედ გასაკეთებია. რესში მიტანაუნა ყველაფერს, მე თანხა შემოთავაზებული 20 ლარის ოდენობით კვადრატული მეტრი მიწის და აი ესე იგი წვალება ასეთი ხელმეორედ მისვლა და ამდენი ახლა სირბილი. თურქული კომპანიის წარმომადგენლები მედიის შეკითხვაზე, რა საჩივარია მიწების მფლობელების სახელზე დაწერილი, პასუხს თავს არიდებს. ჩვენ დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად გადავჭრათ ის პრობლემა, რაც რეესტრთან დაკავშირებით წარმოიშვა. სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ასეთია ჩემი გადაწყვეტილება. შეხვედრაზე გამოცხადებული მოსახლეობის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ჟანა ჩიქოვანი იცავდა, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. როგორც ჩვენ გადავწყვიტეთ, ანუ ვიცავთ ამ ხალხის ინტერესებს, რაც ვიცით არის ის, რომ დაახლოებით თანხაზე შეთანხმებულები არიან, თუმცა პროცედურაზე როგორ მოხდეს მიწის ნაკვეთების გადაფორმება არის პრობლემა. შევისწავლით ამ საკითხს და ჩვენ შევეცდებით, რომ არც ერთი მესაკუთრის თუ მოსარგებლის ინტერესი, ვინც ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ფლობს, არ დარჩეს დაუკმაყოფილებელი. იმ 21 ოჯახიდან ნაწილს, რომელსაც თურქულმა კომპანიამ უჩვეულა საკუთარი სახსრებით მიწის გადასაფორმებლად და სასამართლოზე საკუთარი ინტერესების დასაცავად სახსრები არ გააჩნია. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში აცხადებენ, რომ კომპანიაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული, ისინი გამათბობლების შემოწმებას ყოველთვიურად ახორციელებენ, მუშაობს ცხელი ხაზი. მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დასაცავად მიიჩნევს, რომ უმჯობესია გამათბობლების შემოწმება მეტი სიხშირით განხორციელდეს. სამთრის დადგომასთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზის აჭარის ფილიალში გამოძახებებმა იმატა. ცხელ ხაზზე დღის განმავლობაში დაახლოებით 17-20 ზარი შედის. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზარები ძირითადად აირზე წნევის ვარდნას, სუნსა და უმნიშვნელო შეფერხებებს ეხება, რაზეც კომპანიის თანამშრომლები მაშინვე რეაგირებენ. ავალიური სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ემსახურება საზოგადოებას, როგორც შიდა ტელეფონის ხაზით, ისე მობილური ხაზით, რეკამენ, რომ არის სუნი სადარბაზოში, არის სუნი მრეცხვერთან, არის წნევა დავარდნილი, არის გაზი გათიშული და ითხოვენ დახმარებას, აი როდის შეიძლება ჩაერთოს გაზი. ზედმეტ ესეთ განცხადება შემოდის, ზაფხულის პერიოდში დაახლოებით შემოდის 7-6 განცხადება, ზამთრის პერიოდში 17-20 განცხადება. მოსახლეობა ცხელი ხაზის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად მიიჩნევს, რომ უმჯობესია გამათბობლების შემოწმება უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს. გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟების შემდეგ არავის შეუმოწმებია. Nisit aravin ar mosula შემოწმებაზე. საჭიროა ჩვენ არ გამოგვიძახი არავინ და არც მოსულა არავინ. ერთხელ იყო შეფერხება მარტო არ გამოდიოდა გაზი, მივმართეთ ცხელ ხაზს,
გაგვირემონტეს, გაგვიკეთეს და მას შემდეგ არ ყოფილა საჭიროება რომ გამოგვეძახებია. საჭირო დადგეთ შეამოწმეს, მაგრამ მე არ მასვარ. თქვენი ეს ნახდებოდა თუ არ თვეში ერთხელ მაინც შემოწმება? სასურველია შემოწმება, თვეში ერთხელ მაინც არა მეგონი. ისე უნდა შემოწმდეს ალბათ. წელიწადში ერთი ორჯერ მაინც. საწინააღმდეგო საცხადებენ სოკარ ჯორჯია გაზში. გურამ ღოღობერძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ გამათბობლის სისტემატურ შემოწმებას არ ავალდებულებს, ისინი თვეში ერთხელ მონიტორინგს უფასოდ მაინც აწარმოებენ. საქსიგა შემოვლების სამსახური, რომელიც არის ექსპლუატაციის დონეზე შექმნილი და ექსპლუატაციის სამსახურში ამ სამსახურის ქვია შიდა შემოვლების სამსახური, რომელიც ვარდებული არის ყოველთვიურად მივიდეს ყველა ოჯახში, შეამოწმოს კუსტარული დანადგარები, კუსტარული გამათბობლები და თუ არის რაიმე დარღვევა ამ მიმართულებით. უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური ინჟინერი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების ზომები და თავი შეიკავოს გამათბობლების კუსტარულად მონტაჟისაგან. აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომელთა ატესტაციის პირველი დღე დასრულდა. ატესტაცია, რომელიც ზეპირი ფორმით მიმდინარეობდა პირველ დღეს 10 თანამშრომელმა გაიარა. გასაუბრებიდან გამოსული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ატესტაცია მშვიდ და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდა. მოქმედებს სააპელაციო კომისია, რომელსაც სადაო შედეგების განხილვა ევალება. ატესტირებული თანამშრომლები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდებიან საატესტატო კომისია. უმცირესობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ერთი წევრით გაიზარდა მას პეტრე ზამბახიძე დაემატა, რომელსაც ატესტაციასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომელთა ატესტაცია 3 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობა 34 თანამშრომელმა უნდა მიიღოს. საბოლოო შედეგები 1 თებერვლამდე გახდება ცნობილი. ფორმები განსაზღვრულია საქართველოს კანონით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით. ამდენად ეს ფორმაც მისაღებია და წერილობითი ფორმაც. ძალიან კარგი სიტუაცია იყო, დაახლოებით 10 კანონის ცოდნა გვევალებოდა ჩვენ და ამის ზეპირად ცოდნა ვერავინ ვერ გამოამჟღავნებს, მაგრამ ის ძირითადი რაც არის კანონით გათვალისწინებული და კანონზე მუშაობის პრინციპები, ამას უპასუხეთ ჩვენ და ამის თაობაზე იყო შეკითხვები დასვა. კმაყოფილი ვართ ატესტაციის მიმდინარეობით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით იმ პასუხებს უღებულობთ, როგორც ქონდა წარმოდგენილი და როგორც ვფიქრობდით. ზუსტად კრიტერიუმი ერთი არის შეესაბამება თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას, მეორე არის მოხელე შეესაბამება, მესამე არის ნაწილობრივ შეესაბამება და საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას და მეოთხე არის არ შეესაბამება. ამ 4-დან ერთ-ერთი ვერდიქტი დაიდება. არის საკითხები თქვათ განვლილ პერიოდთან დაკავშირებით და ეს არის დებულებაში გაწერილი გასაუბრების ფორმით, როცა ტარდება ატესტაცია. ეს არის ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ნორმა, ამ თვალსაზრისით პრობლემას მე ვერ ხედავ. ვისურვებდი, რომ ატესტაცია ჩატარდეს პირველ რიგში ტესტირებით და შემდეგ დამატებით გასაუბრებით, იმიტომ რომ ეს იძლევა სრულყოფილ პასუხს ნებისმიერი თანამშრომლის მუშაობასთან დაკავშირებით და მის პროფესიულ ჩვევებთან მიმართებით და ზოგადად ცოდნასთან დაკავშირებით. შეეხება კომისიაში ჩვენს მონაწილეობას, მე ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო უმაღლეს საბჭოს უმცირესობის წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ ამ კომისიაში. პუშკინისა და ლუკა ასეთინის ქუჩის მცხოვრებლები წუხელ ღამის 12-ის ნახევრიდან ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე არიან. ახალი წლის დღეებში უშუქობით შეშფოთებული მოსახლეობა დღეს ქუჩაში გამოვიდა და თავიანთი პროტესტი ხმამაღლა გამოთქვეს. მათი განცხადებით პრობლემა რამდენიმე თვე აწუხებს. შუქი თვეში რამდენჯერმე ეთიშება და შუქის გარეშე ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობენ. ადგილობრივების ცნობით, როგორც ყოველთვის, წუხანდელი შემთხვევაც მიწის ქვეშ ელექტროსადენების დაზიანებას უკავშირდება. სადენი თითქმის ყოველ 20 მეტრშია დაზიანებული და ერთმანეთზე გადმება საკმარისი არ არის. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ იგი მთლიანადაა გამოსაცვლელი. ამასთან სათადარიგო საშუალება მოსაძებნი, რათა ავარიის შემთხვევაში უშუქობა ვერ იგრძნონ. აღნიშნულ მისამართებზე ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ, თუმცა დაზიანებული კერების სიმრავლის გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ვერც დღეს არ უდგება. მოსახლეობის პრეტენზიები ენერგოპრო ჯორჯიას ადგილობრივ ფილიალს ვაცნობთ, რის პასუხადაც გვირჩიეს, რომ აბონენტთა მომსახურების ცენტრისთვის მიგვემართა. ამის ნაცვლად სათაო ოფისს დაუკავშირდით. პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თამარ დოგრაშვილმა ჩვენთან ოფიციალურ საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობამ ორგანიზაციაში ოფიციალური წერილი უნდა შეიტანოს, რის შემდეგაც მოხდება რეაგირება. იმედია, რომ დღეს რაღაცა გაირკვევა, მაგრამ როგორც თქვენ ხედავთ, რომ არაფერი შედეგი გონი არ იქნება და ეს გრძელდება რაღაც 3 თვის განმავლობაში.
ეთი უკვე მეოთხე შემთხვევაა. მოდიან, აკეთებენ, მაგრამ ეს შედეგი არის ის, რომ შეიძლება თვეში ერთხელ მაინც ითიშება რა, შედეგი მაინც ეს გვაქვს მიღებული და ჩვენ ახლა მოსახლეობა ყველა ვცდილობთ და ბრძოლობთ იმისთვის, რომ ახალი გაყვანილობა გააკეთონ, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. ხშირად გამოდის წყობრიდან და საბოლოო ჯამში იციან მესეურებმაც, რომ შესაძლებელია ეს ელექტროგაყვანილობა მთლიანად. აღარ ექვემდებარება უკვე სარემონტო სამუშაოებს, იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილას და დაგვფრინდნენ და გვაქვს იმედი, რომ უნდა გადაგვდეს, რომ ეს გარემონტდება ერთ თვეში კიდე 15 დღეში, არავინ არ იცის როდის რა დაემართება. მეოთხე შემთხვევა რაღაც 20 მეტროში 4 გადამული არის ერთმანეთზე. კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს ამას. ამას უნდა ხონდეს სათადარიგო კაბელი, როცა ეს გაფუშტება, მეორეს გადართავ. ასე კეთდება ცივილიზებული ქვეყანაში. ეს დღეს გაკეთდება. ხვალ ეს იგი გაწვიმდება, ისევ გასაკეთებელი. შეიცვალოს უნდა. მათ კარგად იციან. ამხელა ფული, ამხელა მილიონერი ორგანიზაცია და კაბელი ვერ ნახენ 300-400 მეტრი კაბელი მოიყვანოს. ჩვენც მოისვენებთ, თვითონაც მოისვენებენ. მემედაბაშიძის ქუჩაზე მდებარე მემედაბაშიძის ძეგლის ახალ ადგილზე გადატანა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება მოქალაქების მიერ ხელმოწერილი საინიციატივო წერილი, რომლითაც ისინი საკითხის გადაჭრას მოითხოვენ. აჭარის უმაღლეს საბჭოდან მერიაში, მერიიდან კი უკვე საკრებულოშია გადაგზავნილი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო შეხვედრა რიგით ბათუმელებთან, მერიისა და საკრებულოს, ასევე ბათუმის მერიასთან არსებულ არქიტექტორთა საბჭოსთან და ბათუმის საკრებულოსთან არსებულ მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. რომელი ადგილია მემედაბაშიძის ქუჩაზე ძეგლისთვის შესაფერისი, ამის გადაწყვეტა არქიტექტორებსაც კი რთულად მიაჩნიათ. ისტორიკოს ოთარ გოგოლიშვილის მიაჩნია, რომ ძეგლი აუცილებლად მისი სახელობის ქუჩაზე უნდა მდებარეობდეს. ნაზი ფუტკარაძის ცნობით, რამდენიმე ვერსია განიხილება და იმედოვნებს, რომ ოპტიმალური გამოსავალი იქნება ნაპოვნი. რამოდენიმეჯერ ზოგადად დაისვა ეს საკითხი, მაგრამ შეჯერება არ მოხდა, იმიტომ რომ საინიციატივო წერილი დღემდე არ იყო შემოტანილი. ახლა რა კი საინიციატივო წერილია შემოსული, უკვე საკითხს მიეცა მსვლელობა, გავაკეთე შუალედური წერილი, რომ კომისია იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ღია კომისიის ჩატარება უახლოეს ხანებში. ყველა ვერსიები იქნება განხილული, ხმათა უფლებები ექნება მხოლოდ კომისიის წევრებს, ასე რომ საბოლოო შეჯერება ხდება ისე, რომ აღნიშნულმა ძეგლმა მიიღო სათანადო ადგილი. ერთადერთი რამაც შეიძლება აიტანოს და სივრცემ აიტანოს ის კოლონადები, რომელიც ბოლოში არის მემედაბაშიძის იქ შეიძლება დაიდგას ან საჯარო ბიბლიოთეკის წინ. მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ამ ძეგლის ადგილი ქალაქში, რო ვთქვათ, ქალაქ გეგმარებით სივრცეში რთულია ჩასვა. მისი სამოსახლო ადგილი სადაც არის? არ ამგონია რომ ამოდენე მასშტაბი აიტანოს იმ სამოსახლო ადგილმაც. ისე შეიძლება, რა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, მემედაბაშიძის ძეგლი უნდა იყოს მისი სახელობის პროსპექტზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად. თუ სად იყოს ეს, უნდა შეარჩიოს ქალაქის საზოგადოებამ, არქიტექტორთა საბჭომ და ქალაქის საკრებულოს და მე ვფიქრობ, რომ მემედაბაშიძის ძეგლისათვის უპრეანი ადგილი იქნება თანამედროვე აჭარის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია. ის არის აგეწერეთის სახელობის რეგანაც მემედაბაშიძის გამზირზე მდებარეობს აი ეს ბიბლიოთეკა, ამიტომ ეს ადგილი მე ვფიქრობ ერთადერთი ადგილია, სადაც წარმოჩნდება ღირსეულად. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული კადრები ხშირად ხდებოდა კრიტიკის მიზეზი. პროკურატურამ გუშინ მეგის ქარდავას დავალებით გადაღებული სექსუალური უმცირესობის პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური კადრები გაავრცელა. ღირსების შემლახავი და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი შეურაცხმყოფელი კადრები ტელეკომპანიების ეთერში მოხვდა, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტის წევრები გმობენ მსგავს ქმედებას და პროკურატურას მოუწოდებენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას პატივისცენ. დაჭარბებთ ისე რომ ჟურნალისტ ყველა ახალ კართან და როგორც კი არ გადმომიყვანა ოპერატორის იმას ჩამოგაყენა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და თხოვს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ფაულად გადაღებული ვიდეო კადრების გასაჯაროებას. ის ვიდეო კადრები, რომელიც გუშინ გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და მერე უკვე მედია საშუალებებმა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ვიდეო მასალაში შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია და ამ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით, დაგველოდეთ. ორბი ჯგუფის საახალწლო აქცია. შეიძინეთ აპარტამენტი ბაკურიანში, კერძო საკუთრებაში, $17,500-დან, 300 მეტრში დიდველის საბაგიროდან. ასევე ბათუმის ულამაზეს ბულვარში ზღვის ხედით, გრანდიოზულ ორბი რეზიდენში, $17,775-დან. მეფა ელექტრონიკსი გილოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას უპროცენტო განმადებითა და საუკეთესო საჩუქრებით. მეფა ელექტრონიკსი, ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 16. ოცნების სახლი გთავაზობთ. 200-ზე მეტი დასახელების MDF-ის, მასიური ხის და ლითონის გარს. წყალგაუმტარ, ხმაგაუმტარ და ცეცხლგამძლეფილებს. კვარცის, გრანიტისა და მარმარილოს ფართო არჩევანს, წყალგაყვანილობისა და გათბობის მასალებს, კაფელს, მეტლახს და აბაზანის აქსესუარებს, ლამინირებულ იატაკს, სამღებრო და სხვა სამშენებლო მასალებს. ეწვიეთ მაღაზია ტაქსელს, ანგისა, აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 20, ოცნების სახლი, თქვენი გონივრული ნაბიჯი კომფორტისკენ. შპს ნიკოტრანში იყიდება Mercedes-ის, BMW-ს, Volkswagen-ის და Audi-ის ორიგინალური სათადარიგო ნაწილები. ყოველი მეორე ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით. ყოველი მესამე სრულიად უფასოდ. ევაკუირება და კომპიუტერული დიაგნოსტიკა უფასოა. ნუ ეძებ სხვაგან. ჩვენთან ყველაფერია თქვენი ავტომობილისათვის. მისამართი: სულხან საბაურბელიანის ნომერი 7. სალომბარდესესკი ლიბერტი ბანკისგან. მაღალი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. თვეში 2.5%-ად. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. რანდი გილოცავთ შობა ახალწელს. სალომბარდესესკი ლიბერტი ბანკისგან. მაღალი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. თვეში 2.5%-ად. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. საახალწლო საჩუქარი ბლექსისადისგან. მიიღეთ ბლექსისადის სატელიტური მიმღები უფასოდ და უყურეთ 30 განსხვავებულ საახალწლო პროგრამას 30 განსხვავებულ ცენტრალურ და რეგიონალურ ქართულ არხზე. უფასო ინსტალაცია და ეს ყველაფერი თვეში მხოლოდ 10 ლარად. ბლექსისადი გილოცავთ შობა ახალწელს. ბათუმის ახალი ავტოსადგურიდან აჭარის რაიონების მიმართულებით ყოველდღიურად გადის შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსები. ასევე ყოველდღიურად სრულდება რეისები თბილისის მიმართულებით. გზავრობის ღირებულება 12 ლარი. სტამბოლისა და ანკარის მიმართულებით სრულდება რეისები მაღალი კლასის ავტობუსებით. გზავრობის ღირებულება 50 ლარი. ბათუმის ახალი ავტოსადგური. მისამართი: ბათუმი, გოგოლის ქუჩა პირველი. ავეჯის სახლი ევიმისი გთავაზობთ თურქული წარმოების უმაღლესი ხარისხის ავეჯის ძალიან დიდ არჩევანს. საძინებელი ზალა, ბავშვის ოთახი და სამზარეულო უაწყვეთ აქ შეძენილი ავეჯი. ევიმისში შეგიძლიათ შეიძინოთ სამეულები, ოთხეულები, სკამები, მაგიდები, კომპიუტერის მაგიდები და უამრავი სხვადასხვა სახის საწოლი. აქვე გეძლევათ შესაძლებლობა შეუკეთოთ თქვენი სასურველი დიზაინის ავეჯი. მოქმედებს განმადებაც. მისამართი: ბათუმი, პუშკინის 83, ტელეფონი 551 10 40 50. რიკო კრედიტი უკვე ბათუმშია. ილია ჭავჭავაძის ქუჩა 25. ახალი შემოთავაზება რიკო კრედიტისგან მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის. სალომბარდოს სესხები, ყველაზე მაღალი შეფასებით და ყველაზე დაბალი 2%-იანი გადასახადით. იპოთეკური სესხი 2.5%-დან. გემსახურებით 24 საათის განმავლობაში. რიკო კრედიტი. დაგვიკავშირდით 422 24 29 29. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა 25. რიკო კრედიტი. გადაიხადეთ ნაკლები.
ცპს ზობაბა გილოცავთ დამდე 2013 წელს და გთავაზობთ ახალ ექსკლუზიურ მოდელებს. 30 იანვრამდე მოქმედებს 25%-იანი საახალწლო ფასდაკლება რბილ ავეჯსა და საძინებლებზე. ავეჯის შეძენა შესაძლებელია განვადებითაც. იჩქარეთ სანამ სხვაგან შეიძეთ, ინახულეთ ჩვენთან. მისამართი ხელვაჩაური, მეჯინისწყალი. ბათუმი აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 1, ტელეფონი 599 58 71 39. გადმომწვევთ გამოშვებას უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით აკადემიურ საბჭოს მიმართა, რომელმაც თხოვნა არ დაკმაყოფილა. რექტორი თანამდებობაზე დარჩა. თემის დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ბათუმის შოთა რუსაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ სასწავლებლის აკადემიურ საბჭოს 11 იანვარს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. იმავე დღეს საბჭომ მას თანამდებობიდან წასვლაზე უარი უთხრა. რისი მიზეზით, როგორც საბჭოს წევრი ვარდო ბერიძე ამბობს, რექტორის დამსახურებაა კერძოდ უნივერსიტეტის კარგი შედეგები და სამოქმედო გეგმა. აკადემიურმა საბჭომ იმ დღესვე იმსჯელა ამ განცხადების შესახებ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უპირველეს ყოვლის აკადემიურმა საბჭომ დადებითად შეაფასა ბატონი ალიოშა ბაკურიძის რექტორობის როგორც პირველი პერიოდი, ასევე მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენს უნივერსიტეტში და ამის საფუძველზე საბჭომ უარი უთხრა განცხადების დადებითად დაკმაყოფილებას. საბჭოს 7 წევრიდან თავი მხოლოდ ერთმა ბაჟა ვერულიძემ შეიკავა, რის მიზეზადაც ვერულიძე ნაუცბათებ გადაწყვეტილებას ასახელებს და ამბობს, რომ რექტორი არ არის ის პირი, რომლის მოთხოვნაც ერთ დღეშია გადასაწყვეტი. იგი ფიქრობს, რომ საკითხზე მსჯელობა აუცილებელი იყო. ამასთან დაკავშირებით მე საბჭოს ვთხოვე, რომ გადაეტანა საკითხის განხილვა რამდენიმე დღით, ანუ ორშაბათამდე პარასკევიდან. რექტორი არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომელიც იმსახურებდა ასე სასწრაფოდ მისი განცხადების განხილვას, არც საკითხი არ არის ისეთი. ამიტომ ვინაიდან საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება, მე კენჭის ტყაში მონაწილეობისგან თავი შევიკავე. რექტორი ალიოშა ბაკურიძე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მიზეზი ერთადერთი იყო პროფესიით ფარმაცევტ საქართველოს ფარმაცევთა ასოციაციის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, რაც მისივე თქმით საპარლამენტო ინიციატივებთან იქნებოდა დაკავშირებული. რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. მე ჩემი დარგისგან დამეკისრა დამატებითი მოვალეობები, რასაც ქვია საქართველოს ფარმაცევთა ასოციაციის ხელმძღვანელობა. დარგში ძალიან ბევრი პრობლემაა, ამიტომაც საჭიროა რომ ასოციაციამ განახორციელოს საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტის წინაშე, რაც მოითხოვს ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას და ბუნებრივია ეს შეუძლებელი იყო რექტორობის პარალელურად. იურიდიულად რექტორს შეეძლო საბჭოს გადაწყვეტილებას არ დამორჩილებოდა. სასწავლებელში არაოფიციალურად ამბობენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება წინასწარ მოფიქრებულ სცენარს გავს, რომლის შედეგიც წინასწარვე იყო ცნობილი. ბათუმის შოთა რუსაველის სახელობის უნივერსიტეტში საგამოცდო სეზონი მიმდინარეობს, თუმცა გამოცდებზე გასვლას ყველა სტუდენტი ვერ ახერხებს. ამასთან დაკავშირებით სტუდენტები კომენტარის გაკეთებას ერიდებიან. თუმცა რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წელს გამოცდების სტაბილურ სიტუაციაში ტარდება, არსებობს სტუდენტთა ნაწილი, რომელიც სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს. ასეთი ახალგაზრდების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ მათ განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული მობილობის დროს შეიძლება სტუდენტის სტატუსის აღდგენა. რამდენად მოახერხებენ იანვრის ბოლომდე დავარიანების დაფარვას უცნობია. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ამბობს, რომ სტუდენტს სასწავლებელი საშუალებას აძლევს თავისი სტიპენდიით სწავლის გადასახადი ნაწილობრივ მაინც დაფაროს, სხვა შემთხვევაში კი სტატუსის შეჩერების პროცესი იწყება. ჩვენთანაც სხვათა შორის არიან მსგავსი ტიპის ბავშვები, რომლებსაც გადასახადის გამო და ძალიან ბევრი პრობლემა რეგისტრია სტუდენტებისა ამ პრობლემაში გადაჭრილია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც დგას ეს საკითხი საკმაოდ აჟიტირებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტი ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას. უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობის სადღაც დაახლოებით 1%-მა 30-მდე ბაკალავრიატის და 20-მდე პროფესიული სწავლების სტუდენტმა ვერ შეძლო ვადებში სწავლის საფასურის გადახდა. ამათ არ შეეხოთ სამწუხაროდ არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული სოციალური დაფინანსება. სამწუხაროდ ამ სტუდენტების კატეგორიამ ვერ მოიპოვა ვერც ჩვენი უნივერსიტეტის სტიპენდიები და სხვა შეღავათები, რის გამოც იძულებული შევიქნით მათთვის სტატუსის შეგვეჩერებინა. ბათუმში მუზეუმების რიცხვს თბილის მუზეუმი რამდენიმე თვის წინ შემატა, მაგრამ იმის გამო, რომ 4 თანამშრომლის შესანახი თანხა გასული წლის ბიუჯეტში ვერ გამოიცემნა, იგი დაკეტილი იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მის სხვა ადგილზე გადატანასაც არ გამორიცხავს.
სოფლის მუზეუმი, რომელიც მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც გასული წლის 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა, არ ფუნქციონირებს. გაიყიდა მხოლოდ 3 ბილეთი, რომლის ფასი 5 ლარს შეადგენდა. პასუხისმგებელმა პირმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელმა მუზეუმის კარი დღის მეორე ნახევარში გაგვიხო. უფუნქციობის მიზეზი ისაა, რომ თანხები 4 თანამშრომლისთვის, მუზეუმის ხელმძღვანელის, გიდის, მოლარისა და დამლაგებლისთვის გასულ წელს არ იყო გამოყოფილი. დაკეტილია, იმიტომ რომ ბიუჯეტში ჩასმული არ იყო იქ მომსახურე პერსონალების თანხა, წელს ბიუჯეტში უკვე ჩაისვა, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის საფუძველზე შეიკრიბება ხალხი და გაიხსნება მუზეუმი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას ინფორმაციით კონკურსი მალე გამოცხადდება და მუზეუმი მუშაობას 4 თვეში დაიწყებს. მისივე თქმით, შესაძლებელია ცვილის მუზეუმმა ადგილი შეიცვალოს. დანარჩენი მუზეუმები, რომელთა გახსნასაც ბათუმში გეგმავდნენ, იარაღის ეთნოგრაფიული და ხელნაწერთა წელს აღარ დაფინანსდება. მხოლოდ არტ გალერეა მოეწყობა, რომლისთვისაც შენობა უკვე არსებობს. ეს არის ვარაუდის დონეზე, შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არ შეიცვალოს. რომელიმე მუზეუმს გახსნათ, მაგრამ წელს გვინდა გახსნათ გალერეა, არტ გალერეა, რომელიც იქნება ქალაქის ცენტრში და მოემსახურება, სადაც შეიძლება გამოფენების გაკეთება ბათუმელ მხატვრებს, ბათუმელ ფოტოგრაფებს, არა მარტო ბათუმელ, თბილისიდან, უცხოეთიდან. პირველ რიგში ადგილმდებარება ძალიან კარგი, პირდაპირ ცენტრი არის ბათუმიზე, საუკეთესო ადგილი იქნება გამოფენებისთვის. მემედ აბაშიძისა და ორჯონიკიძის კვეთაში მდებარე ფარჩი დაახლოებით 1 წლის წინ ახალგაზრდა ფოტოგრაფებმა პირველი გამოფენა მოაწყვეს. ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ გამოფენების გარდა ამ შენობაში ბევრი საინტერესო გამოფენის მოწყობა შეიძლება. იმასაც ამბობს, რომ უპრიანი იქნება თუ აღნიშნული შენობა ახალგაზრდა ფოტოგრაფებს მართვის უფლებით გადაეცემათ. ბათუმელმა ახალგაზრდების ჯგუფმა აქ რაღაც პირობით ითხოვეს, რომ ქონოდათ გამოფენის საშუალება და არ ვიცი რა, მე მსგავსი ბათუმში არ მახსოვს, რაღაც ბრეჟნევის პანაშვიძე რო იყო, რო ელოდებოდნენ, როდის გამოვერთი, რომ მეორე შევიდეს აინახათ, რაღაცა ისეთი ამბავი იყო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ასეთი გალერეის არსებობა ბათუმში არათუ სასურველი აუცილებელიც კი არის. ცვილის მუზეუმის 4 თანამშრომლისთვის qovoltviurad 1950 ლარია გამოყოფილი. წელს სააგენტოს ბიუჯეტი კი 9 მილიონი ლარია. მაცეს 15 იანვრის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება გადაცემა დიალოგი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის თხოვნას და აკადემიური საბჭოს პასუხს დაეთმობა. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.